1 სექტემბერს გაიმართა ლიგის თასის ფინალი ორ ამერიკულ კლუბს, სიეტლ საუნდერსსა და ინტერ მაიამის შორის. მესის ინტერ მაიამი განადგურდა 3-0. საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის მოთამაშეებმა სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად მოედანზე ჩხუბი დაიწყეს. ერთ-ერთ ეპიზოდში ინტერ მაიამის ცნობილმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ჩხუბის დროს ემოციები ვერ შეიკავა და მოწინააღმდეგის თანამშრომელს შეაფურთხა. დიდი ალბათობით უკბენდა, მაგრამ რადგან ფიზიკურად ვერ მიწვდა შეაფურთხა. ლუის სუარესი ცნობილია თავისი კარიერის განმავლობაში მოედანზე მოწინააღმდეგეების კბენით, რომელთაგან ორი ყველაზე ცნობილი მომენტია, როდესაც მან ჯორჯო კიელინის და ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა. რამოდენიმე თვის წინ სუარესს კიდევ ერთი ასეთი მომენტი ჰქონდა და ამჯერად მან თავისი ინტერ მაიამის თანაგუნდელს უკბინა. მოედანზე ერთ მომენტში ინტერისა და ლოს ანჯელესის ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა და ეს შეუძლებელი იქნებოდა სუარესის გარეშე. სუარესი მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს ეჯახებოდა. მის მარცხნივ კი თანაგუნდელი ჟორდი ალბა იდგა, რომელსაც ერთ მომენტში ურუგვაელმა მკლავზე უკბინა. როგორც ჩანს, სუარესს ეგონა, რომ ეს მოწინააღმდეგე ფეხბურთელის მუშტი იყო, როდესაც მიხვდა, რომ თავის დიდი ხნის მეგობარს და ბარსელონას ლეგენდას უკბინა, რეაქციამ არ დააყოლა. ეპიზოდი სწრაფად გახდა ჰიტი. რაც ეხება შეფურთხებას. შეფურთხება არასპორტული ქცევის ყველაზე მძიმე ფორმად ითვლება, კლუბის თანამშრომლები კი მატჩის ოფიციალურ პირებად ითვლებიან. ახლა ურუგვაელს 6 თვიდან 1 წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება, გადაწყვეტილებას დისციპლინარული კომიტეტი მიიღებს. ამ შემთხვევაში ლუისმა შესაძლოა კარიერა ვადაზე ადრე დაასრულოს.